ძალიან მძიმე და თან წარმოუდგენლად აბსურდულ და კომიკურ მოცემულობას ქმნის ივანიშვილი. პირველ რიგში გითხარით ამ დროისთვის რა ინფორმაცია გაქვთ დაკავებული ლიდერების ლევან ხაბეიშვილის მურთაზ ზოდელავას შესახებ? მოგესალმებით გურამ, მადლობა შესაძლებლობისთვის. მიესალმებით თქვენს მაყურებელს. ადვოკატები გამოვიდნენ ახლა ხან და გითხრეს როგორ არიან, ნორმალურად არიან, ნორმალურად ხალხთან თქვია ახლა ამ აბსურდული ბრალდებით დაკავებას და რაცაც ველოდით კიდეც და სხვანაირად ვერ წარმოგვედგინა, არიან ხნეთ და ლევან ხაბეიშვილის სიტყვები არის ის, რომ ბრძოლა გრძელდება და ის შეთავაზებაც გრძელდება, რის გამოც ის როგორც გითხრეს თურმე დააკავეს. ეს პრინციპში ახლა მოსალოდნელიც იყო, ამაში არაფერი ახალი არ არის. ამას ველოდა ლევან ხაბეიშვილის და ველოდით ჩვენც თითოეული ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თუ წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 4 ოქტომბერი არ შედგება და არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ ხელები უნდა ჩამოუშვას. იმიტომ რომ ლევანი სულ ამბობდა ყველა თავის ინტერვიუში, ყველა თავის მიმართვაში ამბობდა იმას, რომ თავდადება და თავგანწირო არის თავარი და თავდადების და თავგანწირის გარეშე, რომლითაც ჩვენი სახელმწიფო დროშა უნდა დავიცვათ, ანწუხელიძის დროშა უნდა დავიცვათ. თავდადები და თავგანწირვით არის მხოლოდ შესაძლებელი რეჟიმის დამარცხება. ამიტომაც ჩვენ ამ განწყობით ავართ, ახლა მით უმეტეს 19 წლის განმავლობაში ახლა ამ მართლაც შემორდა მშიშარა მდინარაძეს თუ გონია რომ ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ლიდერს ან წევრს შეაშინებს ან რაღაცა უკან დახევს ამ ბრძოლაში, მართლა ნამდვილად გაუფრენია ახლა დიდი წარმოდგენის მდინარაძეზე არ ვარ ნამდვილად, რა ვიცი, თზე რო გაჩედა ალბანის სწავლისას იმის იქით ვერ წავიდა, მაგრამ ხო, მდინარაძის შესაძლებლობები უსაფრთხოების სფეროში სულ რომ არაფერი ტრუსკავეცის მაგალითით საკმარისია იმის აღწერად თუ როგორი უფროსი ყავს დღეს გამოირჩეოდა მდინარაძე არც პარლამენტში გამოირჩეოდა მდინარაძე განსაკუთრებულად კანონების წერით, მით უმეტეს ახლა სუშიმეც ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი და ხაბეიშვილის ეს დღევანდელი დაკავშირება იმასაც უკავშირდება, რომ მდინარაძეს თავისი ორი მთავარი ფაქტორია. პირველი, რომ 4 ოქტომბრის ეშინია ისტერიულად და პანიკურად ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის დიქტატორების ბოლო როგორია და დიქტატორების ბოლო ის არის, რაც ნეპალში მოხდა და მეორე, მდინარაძე სჭირდება, რომ თავისი პოზიციები გაიმყაროს მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ ყაბახიძე და მდინარაძე და კალაძე და მდინარაძე ერთმანეთს ჭამენ და შეგვი კონკურენცია და ბიზნესს ასმენენ ერთმანეთთან და ეხლა თავი ამ ოპერაციით მათ შორის მათ ჭირდება თავისი პოზიციების გამყარება ბიზნესთან, რომ აი ნახე ბიზნა ის კაცი დავიჭერე, ვინც შენ რევოლუციას გეანონსებდა და ვიმეორებ, რომ ლევან ხაბეიშვილი მარტო ერთ ადამიანზე და ერთ და ორ ადამიანზე არ არის 4 ოქტომბერი და ამ ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებები მიბმული თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე, თითოეულ ჩვენთა გაზია და ის დროშა რაც ლევან ხაბეიშვილს უჭირავს, აი ეხლა ჩვენ გვიჭიროს მის მეგობრებს, მის თანამებრძოლებს, ჩვენ დაგვიჭერენ. ჩვენში მე სხვა ადამიანები იქნებიან, რომლებიც ამ დროშას მაღლა აწევენ 4 ოქტომბერს მიიტანენ და 4 ოქტომბერს გაიმარჯვებენ. კი, და სხვათა შორის თქვენ დაარიგეთ მოსაწვევები 4 ოქტომბრისთვის, მეც შემხვდა ერთი, ეს მოსაწვევი ხელში მაქვს ახლა, 4-ში ყველანი 16 საათზე ვიკრიბებით. რაც შეეხება ბრალდებას, აი ჩვენ კადრებს ვუყურებთ ახლა, ლევან ხაბეიშვილი მურთაზ ზოდელავა დღეს ფორმულას ოფისში იმყოფებოდნენ სტუმრად და აი ეზოში მოხდა მათი დაკავება და როცა ეს კადრები ვნახეთ, ველოდით რომ სუსში რაღაც სპეციალური ბრიფინგი ჩატარდებოდა, გვაჩვენებდნენ რაღაცა დამონტაჟებულ, ფალსიფიცირებულ თუნდაც მტკიცებულებებს, ვიდეო მასალას და ამ დროს ასე ბრიფინგზე გამოგვიცხადეს, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია იმის გამო, რომ ხალხს, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ მისი უკანონო დავალებების წინააღმდეგ წავა დააჯილდოვებდა. ხო, აი ეს განცხადება დღეს კიდევ ერთხელ თქვენ გააკეთეთ Facebook-ზე, თინა ბოკუჩავამაც იგივე გაიმეორა და სხვა ლიდერებმაც, ხო, ამას ყველა ამბობდა ისედაც. ეს ბრალდება და ასეთი ფორმით წარმოდგენილი ეს ბრალდება, რომ ძალიან სუსტია, ვთანხმდებით, მაგრამ დამატებით რამეს ვიხილავთ, თქვენი მოლოდინი რა არის? აი ნახეთ ახლა ამათგან ხო ყველაფერი შესაძლებელი არის და ყველაფრის მოგონება, ყველაფრის შეთითხმა და ყველაფერი შეუძლიათ. მაგრამ რა ნახეთ ამან, რომ პირველი რომ ეს ჯერეთი თუ დაპირებებზე მაშინ როდესაც თვითონ კორუფციაში იხჩობიან, მოდი ესე დავიწყოთ აგერ თავიანთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელზედაც გვიმტკიცებდნენ, რომ უპატიოსნესი ადამიანი ყოფილი დააკავეს კორუფციაზე და ათეულობით მილიონი და მილიარდით პარავენ დღესაც ყაბახიძიდან დაწყებული მდინარაძით დამთავრებული
ისინი რომ საერთოდ ვინმეს რაღაცა ვინმესთან ქთამს ახსენებდნენ, მართლა მიწა უნდა უჩნდებოდათ ფეხბურთს, ხო? მაგრამ საერთოდ ამაზე რომ ადამიანი დაიჭირა საჯარო პოლიტიკური განცხადების გამო, მაშინ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიჭირონ. ეხლა თითო სოფელს რომ 5 მილიონს პირდებოდნენ, გახსოვთ ეგ დაპირება, ხო? და ამას სოლარიუმს პირდებოდნენ და რა ვიცი, აგერ ბოლოს ბახტაძის განცხადება და ღარიბაშვილის განცხადება და თავად ყობახიძის განცხადება საარჩევნოდ საბანკო ვალების გასტუმრებას რო პირდებიან ადამიანებს მოსყიდვა თუ რამე არის ამორჩევლის ეს არის ნამდვილად და მათ შორის წინა საარჩევნოდ რო 200-300 ლარს არიგებენ საქართველოს მოქალაქეებში რო არჩევნებზე არ მივიდნენ ან პირადობები აართვან და ან კიდე ეს ადამიანები რაღაცნაირად მოისხდნენ მოსყიდვა ეს არის მაგრამ ამ რა ანახა რეალურად ანახა მთელი ამ რეჟიმის უსუსურობა და ანახა ის რომ მათ ეშინიათ მათ შორის შიგნით ძალოვან სტრუქტურებში რყევის ეშინიათ და ამაზე ხაბეიშვილი ძალიან ხშირად ლაპარაკობდა რომ მათ რეალურად შეეშინიათ იმის რომ აი ამ ხაბეიშვილის წინადადებამ და ამ ჯილდოზე საუბარმა რომ თითოეული ძალოვანი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ თითოეული ძალოვანი ეს თუ ეს ძალოვნები გადმოვლენ ხალხის მხარეს არ შეასრულებენ რეჟიმის დავალებას იქნებიან საქართველოს მოქალაქეები და მაშინ მიიღებენ იმ შეკრებულ ჯილდოს რა შეკრებულ ჯილდოსაც საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი შესაბამისად ეშინიათ ეხლა რომ იციან შიგნით რა ჭერთ იციან რომ ერთმანეთს ჭამენ იციან რომ ღარიბაშვილი გომელაური და ლილუაშვილი გამზადებული ყავთ დასაჭერად თან ეშინიათ იმისი რომ ამ ადამიანებმა ვის დასაჭერად ყავთ გამზადებული რაღაც ისეთი არ გამოაგდონ მათ შორის მტკიცებულებები რაღაცა ვიდეო და აუდიო რაღაცა ჩანაწერები რომელიც მათ საბოლოოდ დამარხავ და შემდეგ ყევა არ იყოს ამ ძალოვნებში იმიტომ რომ მათ შორის ძალოვნებში გურამ არის რყევა მათ შორის ყევა არის ქართული ოცნების შიგნით პარტიის წევრებს შორისაც იმიტომ რომ ესენი ხო დაყოფილი არიან იქ ძალოვნებშიც არიან ადამიანები რომლებიც თავის დროზე რაღაც გომელაურის კადრები იყვნენ ლილუაშვილის კადრები იყვნენ პარტიაში ღარიბაშვილის კადრები იყვნენ და ახლა ეს ყველა ეს ადამიანები გზნობს რომ ამათთან ერთად თვითონაც არიან გამზადებული დასაჭერა თუ იმად რომ თავიანთვე შექმნილმა ბოროტების მანქანამ თითოეული ეს ადამიანი მოსყოს. ამიტომაც ის რომ ეს ადამიანებიც მათ შორის რეჟიმის შიგნით დღეს მზად არიან იმისთვის ეს რომ დავასრულო რომ მზად არიან მათ შორის რეჟიმის შიგნით მყოფი ადამიანები მზად არიან იმისთვის რომ თვითონვე დაანგრიონ და მონაწილეობა მიიღონ ამ ბოროტების მანქანაში ამას გრძნობს რეჟიმი და იმდენად მძიმე აღმოჩნდა მათთვის ეს ყველაფერი რომ საბოლოოდ გადაწყვიტეს ის რაც გადაწყვიტეს რომ ხაბეიშვილი სწორედ ჯერჯერობით უსუსტესი საფუძვლით ხაბეიშვილის დაკავება მისი სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების მოტივით ხო მისი დაკავება ძალიან სანდო პირმა დღეს ასეთი ვერსია მითხრა რომ უკავშირდება ეს დაკავება იმას რომ ხაბეიშვილი იყო ზუსტად ლილუაშვილთან და გომელაურთან ერთადერთი საკომუნიკაციო საკონტაქტო პირი მოდით მე ესე ვიტყვი და უფრო მეც მე ვერ ვიტყვი ნამდვილად არ ვიტყვი მაგრამ თუ დინარაძე შტერს გონია ნამდვილად და ოროსანს რომ ჩვენ რაღაცები გადაზღვეული არ გვექნებოდა და ხაბეიშვილს არ ექნებოდა რაღაცები გადაზღვეული და მით უმეტეს როდესაც ყოველდღიველოდით მის დაჭერას და ელოდა თვითონაც და მარტო ხაბეიშვილზე იქნებოდა რაღაცები ჩამოკიდებული თუნდაც ეს ინფორმაციები მაშინ იმაზე უფრო სულელები და იდიოტები ყოფილან ვიდრე წარმომიდგენია ვერ გააჩერებს ამ პროცესს ვერაფერი ვერ გააჩერებს და ვერ შეანელებს ამ პროცესს ვერაფერი და ყველაზე მთავარი დღეს ხაბეიშვილის აი ამ დაჭერამ რა ანახა ურამ ანახა ის რომ კიდე რომ ვიღაცები ილუზიაში არიან ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ გონიათ რომ იქ ვიღაცას რაღაცას გამოღლეტენ და ასე შემდეგ და რაღაცა ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე რეალურად რუსულ სპეცოპერაციაზე გველაპარაკებია ფეხებზე კიდია ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო უბნები ზუსტად იცის 4 ოქტომბერს რას იზამს ერთადერთი რისის რეჟიმს ეშინია ეს არის მშოვიდობიანი რევოლუცია და რეჟიმის დამხობა ამიტომაც რისიც ეშინია რეჟიმს ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი мотиваცია და 4 ოქტომბერს ვერავისი დაჭერა ვერ შეაფერხებს თუ საქართველოს მოქალაქეები იქნებიან ბევრი თუ ქუდზე კაცი იქნება რუსთაველზე 4 ოქტომბერს თუ საქართველოს მოქალაქეები ჩვენთან ერთად იბრძოლებენ იმისთვის რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს რეჟიმი რომელიც შუშის ფეხებზე დგას და შიგნით აქვს დაბნეულობა და შიგნით ჭამენ ერთმანეთს დღეს სუსი და კრიმინალური პოლიცია ერთად ვიყო ხაბეიშვილის დასაჭერად მისული უბრალოდ ჯერ სუსმა დაიჭერა და მე კრიმინალური პოლიცია მოვიდა კიდე დასაჭერად იმიტომ რომ ერთმანეთში არ აქვს კომუნიკაცია ისე ჭამენ ერთმანეთს ხოლო
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ის, რომ 4 ოქტომბერი შედგეს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ის, რომ საკუთარი რწმენით ეს რეჟიმი დაამარცხოს. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს არის შესაძლებელი. დაც თუ ისე შორს არის ეს თარიღი, ანა ვიდრე კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეკითხვაზე გადავალთ, უბრალოდ ტექნიკურ დეტალს დავაზუსტებ. ადვოკატებმა უკვე დატოვეს სუსი, ანუ დღეს ინფორმაცია ამ უწყებიდან დამატებით თქვენი მხრიდან არ იქნება, ხო, როგორც მივხვდი? არა, კი, დატოვეს უკვე, ეს არის ალბათ დღეს უკვე საბოლოო ინფორმაცია, ჩვენ ველოდებით ახლა სასამართლოს, რომელიც უნდა გაიმართოს 48 საათში და სასამართლოზე, სადაც ლევანიც თვითონაც იქნება წარმოდგენილია, თვითონაც გააკეთებს განცხადებას და ილაპარაკებს. ნუ ყოველ შემთხვევაში დღეს რა ინფორმაციაც გამოვიდა ადვოკატების მეშვეობით არის ის, რაც ახლა ვიცით და იცის საზოგადოება. კი ბატონო, და რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, გაქვთ ინფორმაცია, რომ ის ასე ვთქვათ, გამონაკლისი არ იქნება და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ვიხილავთ იგივე საბრალდებო სკამზე. კი, და სანამ ამას კონკრეტულად უპასუხებ, ერთ შედარება მინდა უბრალოდ კოცი ამორჩევლებისთვის, რომ ხო, ძალიან მარტივად ანა, რთულად შედარებები არ ესმით კოცის ამორჩეველს არ ესმის, ხო იცი, რაც შეიძლება პრიმიტიულად დაუხსენეთ. არა, ამას ძალიან კარგად ახავ, ძალიან პრიმიტიულია ეს და ამას გაიგებენ ნამდვილად, თორე სხვა გეთანხმებით, კი? ახეთ 13 წლის განმავლობაში რამდენი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გინახავ და ნაციონალური მოძრაობის წევრი დაკავებული? უამრავი, ხო? უამრავი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გინახავთ დაკავებული და აი დღეს ნახეთ ლევან ხაბაიშვილი, როგორ ღირსეულად თავაწეული და მურთა ზოდელავაც როგორ ღირსეულად და თავაწეულები შევიდნენ ციხეში და დაკავებისას მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იბრძოლეთო. და კოცები, აგერ ყოფილი კაცი თავდაცვის მინისტრი იყო და სასწრაფოდი გახდა გადასაყვანი ისე შეეშინდა დაკავების ახლა რა ვიცი, აგერ თავდაცვის მინისტრი იყო და ომი რო დაწყებული იყო, მაგის იმედი უნდა ქონოდა საქართველოს. ეს არიან კოცები. ხო, რა ვიცი, პარაშუტით გიგანმოხდა ერთხელ და აგვამახსოვრა ამ კადრით თავი. მე მაშინაც არ მქონდა. ხო, ბურჭულაძის იმედი მე მაშინაც არ მქონდა ჯუანშერ ბურჭულაძის, მაგრამ ნუ რეალობა ხო ეს არის, რაც ვახეთ და ზუსტად ესეთია ყველა კოცი. ესენი აი აქ სუსში როზიანი. ეხა მდინარეზე ფანჯრიდან რომ მიყურე, დარწმუნებული ვარ, ჩემი ეშინია და მანამდე არ ჩამოვა, სანამ მე არ წავალ აქედან. აი ესენი არიან ესეთი მშიშრები და 4 ოქტომბერს ამათი გასაქცევი მრავალათასიანი, ათასობით საქართველოს მოქალაქეების წინაშე ესენი არიან უძლურები. ამათი გასაქცევი არ იქნება 4 ოქტომბერს უბრალოდ ისეთი მოუვათ, როდესაც ნახავენ მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს. იმიტომ რომ შიშრები არიან. იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ ლეგიტიმაცია ხალხში არ აქვს. იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ სხვა არაფერი არ დარჩენიათ გარდა ძალადობისა და ისიც ზუსტად იციან, რომ ისეთი კრიზისი, როგორც 13 წლის განმავლობაში მათ ესეთი კრიზისი, როგორც ეხლა არ ქონიათ არასოდეს და აი როგორც დღეს ჯუანშერ არავისი დაჭერა არ გამიხარდება, საერთოდ კოცის დაჭერაც არ გამიხარდება და არ ჯუანშერის დაჭერა მიხარია ნამდვილად ბურჭულაძის, მაგრამ როგორც აი ეს ბურჭულაძე მიასწონეს სასტრაფო დახმარების მაგალითად, აი ის მიასწონები გამარჯვების და რეჟიმის დამხობის შემდეგ მდინარაძესაც და ღარიბაშვილსაც უკვე დაკავების იზოლაციაში სასტრაფო დახმარების მანქანები და პასტას ვერ გააგდებიან უბრალოდ ხელიდან ერთმანეთის წინააღმდეგ იმდენ ჩვენებას მისცემ.